მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ 8 თვეა, ამ კვირას ამ მიმართულებით გარკვეული ხილული მოძრაობა დაიწყო. აშკარაა, რომ თანდათანობით შევდივართ წინასაარჩევნო ეტაპზე და გარკვეულწილად უკვე წინასაარჩევნო პირობებში ვიმყოფებით. 2021 წლისგან განსხვავებით ამ არჩევნებს სრულიად სხვა ვითარებაში ხვდებით. თუ წინა არჩევნების დროს Არცახი ან ის, რაც მისგან დარჩა, ჯერ კიდევ არსებობდა, ახლა ისიც აღარ არის. მთავარ მოქმედ პირებს შორის ცვლილებები უკვე შესამჩნევია. უფრო სწორად, არა იმდენად ცვლილებები, რამდენადაც ახალი სახეები, ახალი თანამშრომლობები და ალიანსები. თუმცა ამ კუთხით განვითარება, რა თქმა უნდა, კიდევ იქნება. ამ ეტაპზე ერთადერთი მკაფიოდ გამოკვეთილი რამ გზავნილებია, ანუ პოლიტიკური ძალების პოზიციონერი უსაფრთხოებისა და მის არარსებობის, Არცახის ფურსლის დახურვის, არ დახურვის და ზოგადად ეგზისტენციალური პრობლემების შესახებ. უკვე ჩანს თუ ვინ რას იტყვის არჩევნების წინ ამ მნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა Არცახის საკითხზე პოზიციები ნაწილობრივ არის გარკვეული და არა ყველა შემთხვევაში.